ყავს 7 შვილი, რომელიც ცხოვრობს საერთოდ პატარა ოთახში ჩემთან ერთად, არ ამყავს მეუღლე. 2008 წელს გარდამეცვალა სისხლის გათეთრებით. სწავლობენ ყველა აბსოლუტურად. ორმან დაამთავრა შარშან 9 კლასი და მე ვეღარ ვასწავლე. იმიტომ რომ გადასახადი იყო 150 ლარი თვეში და ვერ გადავიხადე ის თანხა, იმიტომ რომ ბევრი რამე ჭირდებათ ეხლა, გოგოს მოზარდები არიან მაინც. რა ვიცი, მარტო კავარ და რავი, როგორ უნდა გავუწვე ეხლა ამდენ იმას ბავშვებს, მე თვითონაც აზრზე არა ვარ. ძალიან მაგრად გვიჭერს ყველანაირად. ბავშვები ხან რომელ მეზობლებთან დარბიან, ხან რომელ მეზობლებთან, რომ ფერადად უყურონ ტელევიზორს. ფერად ტელევიზორი ხან მოგეხსენებათ, არა გვაქვს. რომელიღაც წელში 2007 იყო რაღაცა შევიტანე იმაზე, რა ქვია, წალკაში ვცხოვრობდით. ბერძნების სახლში, იმიტომ რომ სხვაგან არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და 4 წელი ეს ბავშვები ვაცხოვრე იქ ჩემი მეუღლესთან ერთად. იქ გაჭირვებაში, აი კარტოფილში დადიოდნენ ბავშვები და სამათხოვთა ჰქონდათ იქაც საქმე. მე რახან გავიგეთ ეს სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებობს, იქ შევიტანეთ როგორც იქნა განცხადება, მოვიდნენ და 44,000 ქულა მოგცეს. იქიდან მე ახლა როგორც ჩემი მეუღლე დაავადმყოფდა და ჩამოვიყვანე აქა, ეს ბავშვები იქ იყვნენ საცუდავად მიტოვებულები, მე იმასთან ვიყავი ავადმყოფოში. ხო და რო გარდაიცვალა, მე მოვედით ამ პატარა ოთახში და აგერ აქ ვესწავლობენ ბავშვები 94 სკოლაში საკმაოდ კარგად. ეს თაროები გავაკეთებინ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ადგილი არ არის და ძალიან კარგად ხედავთ, ეს თაროები სამადლოდ გავიკეთა ეს მშენებლობაზე ბიჭები მუშაობდნენ. ვთხოვე და რახან ახლა შავებში ჩაცმული ქალი ვიყავი და უთხარი ბავშვები მეთქი კამპანა და უნდა ჩამოვიყვანო მეთქი. გააკეთეს აი ეს თაროები და მასალის ფული გადავიხადეთ მარტო 65 ლარი და დანარჩენი თვითონ იმათმა გააკეთეს. რა ვიცი, აი რა ვთქვა კიდე, იმაში არ ჩაგვსვეს, რომ ისა რა ქვია, სადილის მოგვეტანა რა, არ არის ადგილებიო, სასადილოში, სადაც საჭმელს აძლევენ, ადგილები არა გვაქვსო. აი ეს გოგო მყავს ეხლა ფეხმძიმეთ არის, მე-9 თვეში არის უკვე და ეხლა 21-ის მერე ველოდებით. არ ვიცი, ესე იგი, აი აბსოლუტურად არაფერი არ გამაჩნია რა და ეხლა არ ვიცი, ეხლა მე თვითონ რომ ვერავს ვთქავ და ვიხჩობი ასწლიანი ვარ და ეს ბავშვიც იქ აწევს და იქ დაიხჩობა, ხო იგუდება ბავშვი. ძალაუნებურად ღამის 2 საათამდე გარეთ ვსხედვართ ეზოში. რა ვიცი, ესეც მარტო არის დასახმარებლად ყოფილ ხარ სადმე გამგეობაში მერიაში იმასთან მიყავით მისული რომ თქვენი მდგომარეობა იციან რა მდგომარეობაში ხარ? ეხლა როგორ არის იცი, აი 7 თვის ფეხმძიმე იყო რომ მე გავიგე რომ ფეხმძიმეთ არის. არ ვიცოდი საერთოდ არაფერი და ისე რაღაცნაირად ბავშვი ღვთის მოცემული ის არის და მაგაზე ხარ რას ვფიქრებ, მაგრამ აი ხა ყველანაირად ისეთ დონეზე ვარ რომ არ ვიცი რა გავაკეთო, რასაც ჩავარდე მე აზრზე არა ვარ. მის მიმართო როგორ რა გავაკეთო არ ვიცი. ვიფიქრე გუშინ უყურეს ქალბატონ სანდრას გადმოცემას და მეთქვი მივწერ ქალბატონ სანდრას და იქნება როგორმე დამეხმაროს მეთქი. სხვათა შორის დამეხმარა კიდევაც საწოლი მომიტანა, იყვნენ მოსულები შეამოწმეს და საწოლი გამომიგზავნეს, მაგრამ იმ ხელა საწოლია რომ არ ეტევა აქ. დაშლილი მაქვს და საწოლის ქვეშ მიდევს, რომ ვერ ვაწყობ, იმიტომ რომ 2 სართულიანია, სხვანაირი აქ არ დაეტეოდა. მივმართე ფონდი იავნანას, 6 ფურცლიანი განცხადება დაუწერე, მაგრამ მომივიდა პასუხი, რომ თქვენზე უარეს მდგომარეობაში არიან ხალხიო. მე კიდე შეიძლებოდა რომ რაღაცნაირად ეხლა გავჩერებულიყავი კიდე ხო მესმის რომ ხალხს შეიძლება სახლიც არ აქვს რაღაცა ჭერი არ აქვს და ისა, მაგრამ აი ამ ბავშვს რა უყვე ხა ხო პატარა იქნება რაღაცა და იმას ყველაფერი ჰაერი მაინც ჭირდება ხო ესია და მოგეხსენებათ ამ ოთახში ხა როგორ იქნება ჩვენი მდგომარეობა. ამიტომ ეხლა მეორედ აღარ მიმართია, იმიტომ რომ ის პასუხი მე მაქვს ფონდიდან
თუ რაიმე ისეთი იქნება, შარშან დავწერე სხვათა შორის და შარშანი ხა ისეთი მდგომარეობა არ მქონდა, მაგრამ ეხლა ეს ჩემთვის არის ძალიან ნამდვილად, აი არ ვიცი, თქვენ თვითონ შეაფასებთ რა მდგომარეობა ეხლა ეს. მომავლის გზაში საიდან მოხდით? აი მეზობელმა მასწავლა. განცხადებაო შეიტანა იქაო და რა ვიცი, იქ რომ მოვედი ვწერდი და მეუბნებოდი რა დგინდაო ისე დაწერა არ არის, მე რაც მიჭირს გულით, ხო ის უნდა დავწერო, ხო ესია რა. ჩემთვის ყველაზე დიდი გასაჭირი ეს არის, რომ აი ახლა ეს ბავშვი ესეთ მდგომარეობაში მყავს. ჩემს მეტი პატრონი არ აყავს. კარგით.